მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და მაყურებლებო და საერთოდ ყველას. ეს vlogi არის ძალიან განსაკუთრებული ჩემთვის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 1000 გამომწერი მყავს. არ მჯერა, ჩემთვის ძალიან დაუჯერებელია საიდან და როგორ მოგროვ და 1000 გამომწერი და მე მგონი სანამ ამ ვიდეოს დავდებ 1000-აც გადავწდებით და უბედნიერესი ვარ, რომ აი ამ ხელა შეიძლება ხა ზოგისთვის ეს 1000 არ იყოს თვალთ ისე დიდი რიცხვი, მაგრამ ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, ასე ვთქვათ, ჩემი YouTube ბლოგერობის ისტორიაში, თუ შეიძლება რომ ასე დავარქვათ. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩემი არხი გამოიწერეთ და მიყურებთ. მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ ეხლა ისრაელში გვაქვს ორკვირიანი შესვენება ომისგან, რომელიც თავიდან ცოტა უაზროდ მომეჩვენა, ანუ ეხლა უაზროდ მომეჩვენება სიმართლე რომ გითხრათ. ნამდვილად საჭიროა კი იმისთვის, რომ დავისვენოთ და ცოტა ამოვისუნთქოთ ამ 40 დღიანი საგიჟეთის შემდეგ, მაგრამ აი ძალიან ძნელია ის, რომ აი ხა 2 კვირის შემდეგ ისე უნდა დაბრუნდე იმ საგიჟეთში, რაც ჩვენ გამოვიარეთ ამ 40 დღის განმავლობაში. აი ესეთი უაზრო ნათქვამია, მაგრამ აი მერჩივნა, რომ ბარემ მისულიყვნენ ბოლომდე, ასე ვთქვათ, და მე ერთბაშად და ერთიანად დაგვესვენა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან საჭირო იყო ეს ცოტახნიანი შესვენება. გული მიწუხდება, რომ მახსენდება, რომ ცოტა ხანში ისევ უკავნა დავბრუნდეთ. ეხლა უკვე ამ შესვენების შუაში ვართ, სამწუხაროდ. მოვიარე ჩემები, ჩემი დეიდაშვილები, ჩემი მშობლები, რა თქმა უნდა, ორი მშობლებით. იყვნენ ჩვენთან სტუმრად იმ დღეს ჩამოსულები. ვცდილობ რომ ყოველ დღე გავიდე, სადღაც ვიარო, რაღაც ვნახო, გავერთო, ავინაზღაურო ის 40 დღე, როცა ჩაკეტილები ვიყავით სახლში და დღესაც გამოვისეირნე გარეთ. ბუჩქებში ვზივარ და რაღაც მერჭობა ბალახები. თუმცა დღეს განსაკუთრებული მიზეზის გამო გამოვედი გარეთ. დღეს მინდა რომ შევიძინო ის პროდუქტი, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე ღირსეულ ადგილს იკავებს ჩემი სურვილების სიაში. არ მგონია, რომ მაღაზიაში გადაღების უფლება მომცენ, ამიტომ ხოლმე დროსაც გამოვალ, მაშინ გავჩენოთ პროდუქტს. პირველ რიგში სასწრაფოდ ყავა. ყინავს. ერთს უნდა მომაინტერესებს, ეხლა სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ ჩავსვალ ფოტოს და მოდი აბა ვნახოთ. აქაც არ გადამაღებინებენ, მაგრამ უსუნო მაინც. არ ქონდათ თელს ისრაელში ამოყიდულიაო ეს უნამაო. მაგრამ მალე ჩამოვალ. რაღაც არ არის ხალხი საერთოდ. თუ საკუთარი სახელობის კაფეში არ დავლიე ყავა, ისე როგორ ხალხო. შორის ძალიან გემრიელი ყავა აქვთ. აქ. აი აქ მივდივართ. მივათხლი შეტონა ფული. და ახლა შემოვედი ზარაში, იმედი აქ არაფერს არ მივათხრი შავტონა ფულს. სახლში მე ერთად დავტესტოთ ახალი ტონალური. გიჟდები ხაკისფერ შაროლებზე და გიჟდები ხაკისფერ შაროლზე და აი ეს ძალიან მომეწონა.
ეს ქვედაბოლო კორეას მახსენებს, იმიტომ რომ ზუსტად კორეული სტილია. ძალიან საყვარელია. ასეთ სათვალეზე რას ახდით? მიხდება თუ არა? მე მგონი არა. ძალიან ლამაზი ლურჯია. აი ძალიან. წავედი სახლში. ისეთი ამინდი გვაქვს დღეს ისრაელში, საოცარი და მე და დედამ გადავწყვიტეთ რომ გავისეირნოთ ზღვის სანაპიროზე თელ-ავივში. ეხლა მივიდივარ შესახვედრად. ერთი სული მაქვს. ხარუმისგან მე-9-ს ვეწევი, ეხლა ისეთი ბედნიერი ვარ ამავით. ახალი კაბა რატო არ ჩაიცე? ახალი კაბა. შეგცივდებოდა, ხო, პრინციპში შეგცივდებოდა. კარგად გამოიყურებიდე. ისე კადრში ჩემს გარდა გამოჩენა არავის არ უნდა. მე ამოვიღე ჟაკეტი, ოღონ აი აქ ვიდეს თხელი რაღაცა ისეთი. ხო, რა ვიცი, ხო იცი. მე ცოტა მცივანა ვარ. გამყინვარება არ დაიწყოს უცბად. სიჩქარეში შეიძლება ცივი. არა, ძალიან კაი ამინდია, ძალიან ცხელა. ეს კაფე მიყვარს, ხო, აგინა ყავა, ძალიან კაი ყავა აქვს თამარ. Gā, mēs gribējām me. Არა, მე არ ვარ. მე და ორს გვიყარს აქ ყავის თალევა და. ჩვენ დავლე. ხარია ხო, შეკეთეთ და გრინდა. ხო. ეხა ესე დედა. ცოტა ჯერ გვეშინია გაფკოლის ესოც. ხო, არა. გუშინ ყინა. გუში მართლაციო და. ეს გზა გადგებნილი გვაქვს ზაფხულში. ამის გარდა სხვა არაფერს ვნახავთ. ბაზარი ხო, ბაზრობა ხო აი აქ არის და ზღვაზეც ხო ესე მივდივართ ხოლმე. ხო, ეტყობა. სოხოში ხო არ შევიდეთ. რა გვინდა სოხოში. ლამაზია ძალიან ეს ადგილი, ძალიან მიყვარს. ანუ ხო, რავი, არაფერი ისეთი არ არის, მაგრამ რაღაცა ის არქიტექტურა მომწონს, ხვდები? აქ იყო ხოლმე ქართული რესტორანი ტაშა ერქვა. ტაშა. ძალიან კაი იყო ხოლმე. ამდენჯერმე ნამყოფები ვართ. ლაბრიუტ. French Riviera არა, მაგრამ თელ-ავივური რივიერა არის. იმედია ჩვენც მალე გავფრინდებით. მთავარია მშვიდობა იყოს. და ჯერაც არ უნდა ნახო, თავიდან მიყვარდება ეს ხედი. იმდენად ლამაზია. როგორი ზღვის სუნია. არ გადავარდე ძალიან, გთხოვ ქარია. No! ხალხი გასარუჯად უკვე არის გამოსული.
ზღვის ჰაერი ჩავისუნთქოთ. უი, როგორი კამკამა წყალია. ხო? არა? ვაუ. ხავსიანი ქვევი რა ლამაზია, ნახე, ეს არ ჩანს ხოლმე ზაფხულში. არა, არასდროს არ შემიმჩნევია. ნახოთ აბა, აი. ეს დაფარულია ხოლმე. აი, კი. აი ეს ბლოკებამდე რა. რა 22-ია ეს. ოკეი. ცოტა გადახუნდა. აქაურობა. ალბათ გააცოცხლებენ. ასე ტყე. ლები იყიდება თუ მე მგონი ქირაობენ. ხო, იმიტომ ნახე ისინი ნახვარია. ზოგი. კაია. არა, გიჟდები რომ ხალხი უკვე რუჯზეა გამოსული. ძალიან აი ნახე, იცი როგორ ლამაზად ჩანს კადრში აი ეს ჭრდილები. და რაღაცეები. ეს სერვინგის რაღაცა, ტყვა სკოლა ან რაღაც ეგეთი. ან ცენტრი. აი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ერთხელ აუცილებლად გავივლი სერფინგის კურსს. მთელი ცხოვრება წინ არის. რა ვქნა, აგერ ჩემი თანამშრომელი და ჩემი თანამშრომელი ყოფილი რამდენი წლისა 40. პლუსი. ეხლა დაიწყო, აი ზუსტად წელს კი არ და 2025-ში შარშან ზაფხულში დაიწყო სერფინგზე სიარული. რა, კი, ქალმა. გოგოა. ხო და ვერ გავიგე 33 წლისამ რო სერფინგი დავიწყო, რა მოხდება? ხო, თან არ გამოვიყურები ეხა, ვერ შემომჩნე მე 40 წლის ვარ ან 35. ხო, თუნდაც. რა პრობლემაა? ჩემი ძალიან დიდი ტკივილია იაპონიის ვიდეოს ხარისხი, იაპონიის ვლოგის ხარისხი. მაშინ არ მქონდა ოზმო. ტელეფონით გადავიღე, მაგრამ კორეას ტელეფონით მაქვს გადაღებული და ორივე არის ძალიან, ანუ კორეა არის ძალიან კარგი ხარისხით. მაგრამ იაპონიის ვლოგზე ადგილი აღარ მქონდა ჩემს ძველ ლეპტოპში და შევინახე დაბალ ხარისხში. შესაბამისად დავდე დაბალ ხარისხში YouTube-ზე და თვალები და გული მტკივა ხოლმე რომ ვუყურებ. არა უშავს, კიდე წავალ. კიდე წავალ და აწი გადავიღებ 20. სხვათა შორის აქაურებსაც ხშირად უჩნდებათ ხოლმე ეს კითხვა, რომ კაფეები, რომ სავსეა, აგერ რა ქვია, ზღვის სანაპირო სავსეა ხალხი. რატომ არ მუშაობენ ეს ხალხი?
ზოგი შეიძლება მეორეს მენა, ზოგი შეიძლება გუშინ იმუშავა დღეს არა. დედა დაიღალა და ჩამოვსხდებით. მაგრამ დე რო იცოდე, მე რო მუშავდი სუპერმარკეტში, სუპერში. სამსახურის მერე ეგრევე დავაწებოდი ხოლმე ზღვაზე. ნუ ეგ მესმის, კი, მეც ხო ვაკეთებდი. ხო. ასე რომ ეს ხალხი ხა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ან მეორეს მენა, ან გუშინ იმუშავა ღამე და ეხა ზღვაზე გამოვიდა, ან შაბათს იმუშავეს. არა, პრინციპში დღეს რა დღეა, უკვე აღარ ვიცი რა დღეა. არა, სამშაბათი. დღეს სამშაბათია, კაი. ხო, ან არიან ისინი, რა ვქე, ფრილანსერები, როცა უნდათ მაშინ იმუშავებენ, ან არიან უმუშევრები დროებით. აი ზევიდან დაშვება აი ამ ქუჩაზე ისეთი ლამაზია ზაფხულში ვაუ მანქანით რა თქმა უნდა ფეხით და ჩამორბენა არა ხო აი ძალამაზი ხედია ხოლმე სულ კარგად თან მაღალია ცოტა და კარგად ჩანს ყველაფერი შემოვედით ქალაქში, მივატოვეთ სანაპირო, რომელიც კიდე გრძელდებოდა და ამოვედით ბენიუდაზე. და ეხლა მივდივართ აი ერთ-ერთ ძალიან ქალაქურ, თელავივურ ქალაქურ კაფეში. სადაც გემრიელად შევჭამთ. მე შევჭამ, კი, შევჭამ. არის რაღაცები საჩემო. სხვა შორის დე იმ დღეს Facebook-ზე ვნახე ერთი რესტორანი საქართველოში. ოდა ბეიქერი. არა, ოდა რაღაცა ესეთი და ხო. არა, მოვისმინე ხო რაღაცეები. ხო. უგულტენო პასკებს და როგორც კი ჩამობონძულდები საქართველოში. აი ხა პასკა, რამის უნდა მიმეწერა, საყინულში შემინახეთ ერთი პასკა. ძალიან მინდა პასკა. ჩამოცხა ხო, ეს არის სუპერი, შუფერსალი. შეგვიძლია შევიდეთ, გავგრილდეთ და გამოვიდეთ. ვაიმე მართლაო. კაირთ. ცხელა აქაც. აი დიდი სავსე სუპერია, გამოძეძგილი. ყვავილების მაღაზიას მოვადექით. ნახე ეს არ არის ძალიან ძვირი. 100 შეკელი, ამას გივა ტაიმში ვერ ნახავ 100 შეკელად. ვერა. მოიცა მოვალ მანდაც.
დაბალი და მაღალი ყვავილები მოგეწონა. ერთი ის არის კომპანია სილკი ქვია, აქ ისეთ ლამაზ ყვავილებს აკეთებს, ეხა გაჩვენე. მიწის ზედამატანებელი. მიწის უბრალოდ იბრითულიდან რო ეგრევე თარგმნი, მაგიტო გამოდის ესე. უგლუტენოპური არ აქვთ, ძალიან ნერვი მომეშალა. მე მგონი აი ეს სალათი, აი ეს მადრიჯის. უგემრიელესიოა. ეს ოლივიეს გასულ ვიგეთ. ესე იგი მე ტემპურას გარეშე შევუკვეთე და დედასთვის ტემპურად შევუკვეთე. არა და ყველაზე გემრიელი ტემპურათია ეს. ძალიან გემრიელია. სალათები კიდე, ეს სალათი დაგვიმატეს კიდე და ეს საუსები. აუ ეს რაღაცა ძმარია, ხო, აი. როგორ შეაჯამებდით ჩვენ სადილს? დედას არ მოეწონა, არა, მოეწონა სალათები, მაგრამ კრევეტები აღმოჩნდა რომ არ უყარს და მე კიდე სუძალით შევუკვეთე. მაგრამ არ მიყვარს. ხო, არ უყარს. მე ძალიან მიყვარს, მაგრამ მე რაც მიყვარს, ის დედამ ჭამა და არ უყარს. რadzეც მივედით. საერთო. ის არ იყო, ხო? და მე დავიბენით. მე დავიბენი. მე მეგობარს დამაბნია, იმიტომ რომ რაღაცნაირად გაწამაწიაში იყო. და თან მშიოდა და მინდოდა რომ ბალე შეგვეკვეთა. ჩქარა მოედანან. და ისეთი შეცდომა დავუშვი. არ შეცდომა არა, ძალიან კარგი იყო, ეხა გემრიელია, უბრალოდ დედას არ უყვარს. ხო, მე მიყვარს და ძალიან მომეწონა. ეხა გამოვედით დიზნიგოფის ქუჩაზე და ვსეირნობთ. ხა გაჩვენებთ. ამინდი შოკის მომგვრელი. 27 გრადუსი. ხვალ 32. ზეგათ 32 და სიცოცხლისთვის სახიფათო ტემპერატურა ეხა მოგვივიდა შეტყობინება. ვნახოთ. ერთ-ერთი ყველაზე სადღაც აი აქ იყიდა ორმა თავის შარვალ კასტუმი. პიჯაკი და შარვალი, ხო, ქორწილისთვის, Blue Navy ქვია და აქ ვიყავით. და ძალიან ბევრი დადის აქ. და ძალიან დიდი ფართო არჩევანი აქვს. პოპულარული მაღაზია. ხო, თან ყველაფერია რა, ფეხსაცმელი. შესაფერისად კი, ეს აქ რო იდებენ ხოლმე თავშალს. ეგეთ თან ძალიან კაი კაცია, ხო, ცხვირს ახავს რა თავშალს. თავს დაბურავს. კაშნეს. ხო, ანუ არის პერანგებიც, არის საერთოდ ყველაფერი, ანუ შეხვალ, გამოხვალ რა. ქორწილისთვის მზად. და ნახე ესეც კაი სახლია, ისე მომწონს. კაი შენობა. აქ ხო სახლები დიზნიგოფზე ძალიან ძვირი ღირს. მაგრამ აი არ მენდომებოდა რომ ესე გზის პირას ვიცხოვრო რა. სუხმაურია აქ. სულ ბევრი ხალხია. სულ ტრანსპორტია. და ესე ძალიან ცნობილი დიზნიგოფის ის არის. წვენების ჯიხური. თავოვაზი მაღაზია. სეირნობისას სრულიად შემთხვევით გადავაწყდით ერთ ძალიან საინტერესო მაღაზიას, თუმცა არა უცხოს, დიდი ხანია ამ მაღაზიაში მინდა წასვლა და გადაღება. ეს არის
ზიელენსკი და როზენი ან ზელენსკი და როზენი უფრო მარტივად. ეს არის ნიშნული პარფიუმერიის და კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც გამოირჩევა თავისი განსხვავებული სურნელებით. ვერ ნახავთ სტანდარტულ, ყველასთვის ნაცნობ და მოსაწონს სუნამოებს. პირიქით, თითოეული არომატი უფრო უნიკალური და დასამახსოვრებელია. ძალიან მომწონს ზოგადად მათი მინიმალისტური სტილი და ის თუ რამდენად ინდივიდუალურია თითოეული სურნელი. სხვადასხვა ამ ბრენდის მაღაზია თუ არ ვცდები შარშან ზაფხულში გაიხსნა თბილისში. რაც ძალიან კარგი ამბავია მათთვის, ვისაც ასეთი სუნამოები მოწონს. სიმართლე რომ გითხრათ, საჩემო სურნელი ვერ შევარჩიე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ბრენდი პოპულარულია, თან ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს, როგორც ისრაელში, ასევე ისრაელის ფარგლებს გარეთ. ამიტომ ხშირად, როდესაც ტურისტები სტუმრობენ ხოლმე ისრაელს, ძალიან ხშირად სწორედ ამ მაღაზიიდან მიაქვთ საჩუქრები თავისი მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის. ის სურნელი აქვს სამხილის კრემს. მოცი ლიმონის არა? არ ვიცი. ეს ნახე, მეგონი baby powder. Powder-ი სუნი აქვს. ოდრის ხო? ხო. ეს ვანილი, ეს ლიმონი და არაკი. არა. ესეც ტანის კრემებია. ეს არის სკრაბი. ხო. ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. დიზინგოფის სკვერი. რაფერს კამზე დაბრძანდებით? ამე ვარდისფერებში დავჯდები, ვარდისფერები მართვია. if. შენც გიხდება ცისფერი. ხო, ლურჯი ხო მიყვარს. ლურჯი გიყვარს, ცისფერიც გიხდება და ყავისფერი და ეს ცისფერის კამიც კარგად უხდება ერთმანეთს. ხო, გოგო. იოფი. ის რა კარგია ვარდისფერის. განსწორა ძალიან სკამი. ვარდისფერის კამში ჩაჯდომა. მართლა ჩაჯდომა და არა დაჯდომა. დაგპირდით, აუცილებლად გამოვცდით დღეს შანელის ტონალურს, რომელიც სულ ახლა შევიძინე. პირველად ის ჩემი არის ნომერი B20 და წყლის ბაზაზეა დამზადებული. რადევს ყუთში. ფუნჯი. თან კარგი სტრუქტურა აქვს. ვაუ. სულ მაინტერესებდა მეცადა როგორი იყო აი ეს ნაწილაკები. სურნელი არ აქვს. ან მე ვერ ვგრძნობ. მოვახლოთ ცოტა. ვაუ, ძალიან კარგი. ძალიან სასიამოვნოა კანზე. სუბუქი. ძალიან მომწონს თუ როგორ გადანაწილდა სახეზე. მართლა ესეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არაფერი არ მისვია. ამას აქვს მედიუმ დაფარვა. იყო კიდე ერთი, რომელსაც უფრო ნაკლები დაფარვა ჰქონდა, მაგრამ მე მიყვარს, როცა რატომ რაღაცნაირად სახეზე მაინც ასე თუ ისე გემჩნდება, რომ რაღაც გისვია. თქვენც ნახეთ ახლოდან. სამწუხაროდ ჩემი კანი საუკეთესო ფორმაში არ არის ამ დღეებში. რაღაც სტრესმა იქონია გავლენა.
არაფერს არ ვხმარ, არაფერს არ ვიყენებ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრა, ალბათ დროებითია, იმიტომ რომ არასდროს გავსი რაღაცა არ მქონია. ამიტომ იმეც ვიტოვებ, რომ როგორც თვითონ გამოჩნდა, ისე თვითონ წაბა. ჩემგან ჯერჯერობით 10-დან 10, თუმცა მაინტერესებს მთელი დღის განმავლობაში რამდენად კარგად შევინარჩუნდება. ნუ მთელი დღის განმავლობაში რა ცოტა ხანში ჩემს მეგობრებს უნდა შევხვდე. დაახლოებით 9 წელიწადია, ერთად არ შევკრებილ ვართ. ცალ-ცალკე კიდევ ახერხებთ ხოლმე რაღაცნაირად ეს ერთმანეთის ნახვას, მაგრამ ეგეც ძალიან იშვიათად. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ როგორც ჩემი საქართველოს მეგობრებს ვნახულობ, ზუსტად ისეთი სიხშირით ვნახულობ ხოლმე ჩემს აქაურ მეგობრებსაც. ყავს რამდენიმე მეგობარი, რომელიც 1 წელია, ან მეტია, არ ვინახავს. მაკიაჟს ძალიან არ გადავაჭარბებ, იმიტომ რომ ეხლა მაინც ჩემიანებში მივდივარ. თუმცა ხომ და გამოვიყურებოდეთ მოწესრიგებულად, ასე ვთქვათ. ძალიან ცუდი კონსილერი მაქვს. ნუ ცუდი შეიძლება არ არის, მაგრამ ჩემთვის, ჩემი კანისთვის ცუდია. ესე მეტი არ არის საჭირო. ისედაც კანს რაღაც მიშრობსავით ეს კონსილერი თვალის ქვეშ და ნამდვილად არ მაწყობს. აი ნახეთ, უკვე ვხედავ. სასტრაფოდ ახალი მაქვს აყიდელი. ვაი. სამზარეულოში რო ვიკეთებ მაკიაჟს არ შემიძლია. უბრალოდ კარგი განათება მაქვს ვიდეოსთვის, თორე ისე სამზარეულოში მაკიაჟს არ ვიკეთებ ხოლმე. გავათბოთ ხელზე კარგად და დავიტანოთ აქ და აქ. ისე ცხელოდა ამ დღეებში ისრაელში, ისე ცხელოდა. გავიკუდეთ ხალხო, აი არ ვიცი რა გითხრათ. საშინელი. საშინლად ცხელოდა. დაახლოებით რო გითხრათ, რა სიტუაციაში ვიყავით, 20 გრადუსიდან აღმოჩნდით 35 გრადუსში. მაღაზიაშიც კი ვერ ჩავედი, ისე მცხელოდა, სანამ არ მოსაღამოვდა და მზე არ ჩავიდა. და უბრალოდ განადგურებული ვიჯექი სავარძელზე და ანუ არაფრის თავი არ მქონდა, ისეთი სიცხე იყო. ანუ 2 დღე გაგრძელდა ესეთი გიჟური სიცხეები, მაგრამ მეორე დღეს აუცილებლად ვიყავი წასასვლელის მხედველობის სათვალის შესარჩევად. მხედველობის სათვალების შევიძინე, მაგრამ არ მხოლოდ მხედველობის სათვალე, შევიძინე მზის სათვალეც, ძალიან ლამაზი და დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ ორივე. ჯერ არ არის მზად ჩემი მხედველობის სათვალე და როგორც კი გამზადება ორივეს ერთად გაჩვენებთ. მე ძალიან მომწონს. ესე მეტი არაფერი არ მინდა. ლაბრიოთ. ბოლო შტრიხი. ოდნავ თვალს რო ფორმა მივცეთ. ახლა ნამდვილად მზად ვარ. ჩავიცვა და დაგენახებით. ესეც ჩემი დღევანდელი ლუკი. ხახო, ესეთი უცდაური ამინდი გინახავთ სადმე. შეხედეთ, ბურუსია თუ ქვიშა.
4 საათი ვიყავით. 4-ში სამუდამ სიძელი. გუჩი. კარგად ვიჭორავეთ. ლეილამ უკვე მიგვატოვა დიდი ხნის წინ. 50 და 50. ძალიან კარგი იყო. და კიდე ალბათ 1-2 საათი ვისხდებოდით ესე, მაგრამ გამოგვაგდეს ფაქტობრივად გვაიძულეს უკვე სახეები და თვალებით გვანიშნებდნენ რომ ადექითო და წადითო. ესეთი бедниერი კვირა ჩავამთავრე. Гучи, давай сейчас мы скажем bye-bye. Или привет. ნახვამდის. ნახვამდის ჩემი დრუზიები, დრუზიები, friends. მეგობრები, გუნჩ. Мегобреби. Моментре да. Мадლо, дат мегобреби? Нет, я этого не учила. Мегобреби это хаверот, хаверим, хаверот. Заманило её, да. Я не знаю, почему ты не знаешь. Нахвамдис. Нахвамдис, спасибо, что смотрели. Спасибо, что смотрели Мадлоба. наш блог. Мадлоба, да, нахвамдис, да. Гунч, смотри, как красиво. Пойми. ממש פרחים. ממש פרחים. זה יפה. אבל מזה אני ужасно